მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, გამარჯობათ. გენაცვალე როგორ ძანდებით, ხო ხართ? სალამი. ხო, მე რას გეტყვით, იცით მეგობრებო, რომ უნდა გაუშვათ ვიდეო, რომელიც ოპერატიულად შეიძლება რომ გაუშვათ. უშინდელ ამბავზეა, რომ გადაათრიეს დღეს გამოაქვეყნა სააკაშვილი რომ გადაათრიეს ციხეზე. დღეს გამოაქვეყნა, რომ მე პოსტსაბჭოთა საქართველოში ყველაზე საქართველოს სახელმწიფოებრივი და აღშენების სიმბოლო ვარო თქვა და შეიძლება ხოში უნდა გადაეყვანათ არ ვიცი ზუსტად როგორ არის და რაში არის საქმე. კიდე რაღაცებიც მოროშა რომ აქო ტრაფიკიაო, ტრაფიკ ჯემები არისო იმ ციხეში კორიდორში, როგორ შეიძლება ციხეში კორიდორში იყოს ტრაფიკ ჯემი, არ ვიცი, მაგრამ ნუ რაღაცებს ყვება რომ მომწამლესო იქო, იგივე ხალხი დამხვდაო, ანუ ციხეში სპეციალურად უკვე მომწამლესო? არა, რომ მომწამლეს იგივე ხალხი დამხვდაო, სხვა წება. ვინც მოწამლა ის? ვინც მოწამლა ის იცნო. აუ მაგან თუ ზაღლი იცნო, ეხა საწამებლად ვინც ყავს მიგზავნილი ძმაო, მე რე დაგვერხა ჩვენ. ხო და ის ზაღლი იცნო, ხმით იცნობს. ზაღლი გამოსაცვლელია ძმაო. დამწვარია უკვე ეგ პონტი. დამწვარი. ხო, მაგრამ ამ ავადმყოფის მეორე ავადმყოფის ვიდეო მინდა გავუშვა. ძალიან სასაცილო კაცი არის ეს დაბლიაშვილი რა. თუ არა ეს იქნება საკაური, მოკლავს თუ არა შესაძლოა სხვა რედაქციით, მაგრამ მაინც მოკლავს თუ არა ბიზინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს. ვინმე კოცი იტყვის, რომ აქამდეც მოკლავდა თუ მაინც და მაინც მისი კოლელობა, მისი გაქრობა იმ სააკაშვილისა ხელს აძლევდაო და მართალი ბრძანებაა ეს პრინციპში, მაგრამ ასე უნდა ვთქვათ, რომ თუ დღემდე არ გაუსწორდნენ მიხეილ სააკაშვილს ზუსტად ისე, არ მეტნაკლებად ისე, როგორც გაუსწორდა პუტინი ნავალნის, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ ბიზინა ივანიშვილი არ მიიღებს ამგვარ შეკვეთას რუსეთიდან. ხო და დავიწყოთ იქიდან. ბიზინა მოდი ის ჩემი რუბრიკის იდეა გავაცოცხლოთ, სადაც და ხო მოკლა. მე მგონი გადაარჩინა მარტო უფალმა გადაარჩინა, იმიტომ რომ ღაღწლის მდგომარეობაში იყო, ხო? ხო ესე ვიცით ჩვენ რომ უნიკალური ბიოლოგიური ორგანიზმი აქვს. მენდელეევის პერიოდული სისტემის ყველა ელემენტი აღმოაჩინეს ანალიზში, ეგეც ხო ვიცით? ხო და ის ურანიუმიც თუ ვიცით ყველაფერი რაც არის, აი მოლიბდენი, რკინა, ვარშავერი. იმენა ვარ. ესე გამიჭხირეს. ოქრო, ვერცხლი, ყველაფერი იპოვეს და მაგრამ ანუ შენ რას მეუბნები რომ პირველი ფლანგი მიშას სიკვდილიანობის ქრონიკის ამან გახსნა? მოკლავს სერიოზული საუღია თავის თავზე. საერთოდ იქ რატო ვერ მოკლავდა იმაში? ხო და ეგ უნდა მეკითხა რა, რომ აქ რატო მოკლავ? თუ მოკლავს უპირებს. ამ ბოლო პერიოდში ძალიან ემპათიური გავხდი ჩვენი რადიკალური ოპოზიციისადმი, ავადმყოფებისადმი, იმიტომ რომ მინდა რომ რაღაც მოძრაობა გააკეთონ რა, სწორი რა. რა უნდა გააკეთოს ავად თუ არის ადამიანი, თუ არ დაეხმარება. მინიმუმ აი ეხლა ირაკლი ტაბლიაშვილის თქვათ გონებაში რა ხდება ამას რო ამბობს. აი ვიცით? უკაცრავად აი დავამტკიცე. არაფერი არ ხდება. უყურე რას ამბობს? მოკლავს თუ არა? ჯერ მოკლავს თუ არა დრამატიზმი და თან იძახის რომ აქამდე ხო მოკლავდაო და აქამდე არა, მაგრამ იქ მოკლავდა თუ მოკლავდა. ანუ რა საკითხი? ანუ ჩვენ გავიხსენოთ ალბათ მაყურებლებს ძალიან კარგად ახსოვს, მაგრამ ქრონოლოგიურად რო შევახსენოთ, მიხეილ სააკაშვილი არის ალბათ სოფლიოს ისტორიაში ყველაზე სასაცილო პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ის ციხეში ყველაზე სასაცილო პატიმრობა აქვს მას, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილს იმიტომ რომ პოლიტიკური ლიდერები მათ შორის ციხეში გამოიცდებიან რამდენად შვიდად, კაცურად, ვაჟკაცურად იტანენ სასჯელს, რამდენად როგორ არის თქო დასტოინად გადააქვთ ბოდიში ღირსეულად გადააქვთ ეს ყველაფერი და ასე შემდეგ. მიხეილ სააკაშვილი იყო ადამიანი, რომელმაც კომედიად აქცია ეს პროცესი, ნამდვილად კომედიად და მე ვიტყოდი კომედიას დამატებული რაღაც შიზოფრენიის ელემენტები, იმიტომ პირველივე როცა გამოგვეცხადა ის სასამართლო პროცესი, ჯერ არაფხიზელ მდგომარეობაში იყო დაჭერილი, რომელიც ხინკალს ჭამდა და ჯერ ვერ მიხვდა. ხო, ვერ მიხვდა, რომ იქაც რომ მიყავდათ, ვერ ხვდებოდა. იქაც რომ მიყავდათ, ვერ მიხვდა. არა, პრიატნი ათხადნიაკი. ანუ არა, ნიპრიატნი ახლა. არა, პრიატნად იყო. არა, პრიატნად იყო, რომ წაიყოს. მე სასამართლო პროცესზე გამოცხადდა უკრაინის
დროშის ფერი მაიკით, რომელიც უკუღმა ეცვა და უცბად თქვა, ეხლა ქრონოლოგია ოდნავ ამერია, უცბად თქვა, რომ მე ქართული მეტყველება დამავიწყდა და დაიწყო უკრაინული ლოცვა და თარჯიმანი მოითხოვა, მანამდე მოსამართლეს ელაპარაკებოდა, რომ მე ვარ აღმოსავლეთ ევროპის ლიდერი და ძალიან 2 საათი როგორ მალოდინებ 2 საათით როგორ მალოდინებ ხდომის ჩატარებას, იმიტომ რომ მე მეჩქარებავ და კი ზის ამდენი ხანი ეხა ციხეში და უკვე აღარ ეჩქარ. ამის მერე უკვე იყო ამის მერე ასპარეზზე და სცენაზე გამოჩნდა დედა და დედა რო აიფარა ეგარ დაგაუჩნდა. დედა კი არა აიფარა, ჩაუშვა სანდრა და ცოლი და დედა და გამოჩნდა ასპარეზზე დედა და დედის მეგობარი სახელი და გვარი დამოუწყდა. ჩალაძე, სად არის ჩალაძე? სხვათა შორის, ხო, ოჯახის მეგობარი, დედის მეგობარი არ არის, ოჯახის მეგობარი. ეგრე გამოვიდა რა. მამინაცვალი მიშასი რა. ეს არის ოჯახის მეგობარი. ოჯახის მეგობარი, ოჯახის წევრი ფაქტობრივად. პრაქტიკულად მიშას დედის მეგობარი. კი ბატონო, რომელმაც ხო, რომელმაც მე რა ჩვენ გვინდოდა ამ დედამ სხვა გერს მიკლავენოს, მა. კი ბატონო და რისი ნახვათ და მოსმენა ჩვენ გვინდოდა იმას კაცი გმირულად დახურცი. კი ბატონო და ჩალაძისგან, ესე იგი ამ რაც სცენაზე გამოჩნდა ყველაზე აღსანიშნი და თქვათ ისეთი ცენტრალური ქმედება მის საქციელში იყო, რომ მან დაიწყო, არა, ეგ მანამდე იყო. მან დაიწყო ისეთი რთული თემების ვერბალიზაცია, როგორიც არის რაღაცა ნივთიერებები და ის რა ქვია, ალღურის სიხშირეები, რომელიც აგიჟებდა მიშას. გორის ჰოსპიტალში. დედამისის ქმედებიდან, აი დედა, რომლის შვილიც არის პატიმარი. შეიძლება ბევრი რამ გააკეთოს ამ დედამ, მაგრამ რაც გვახსოვს არის მისი გაკეთებული სუპი. რითიც, არა, სუპი ბორში არ ყოფილა. რითიც აღვიქვით თუ რატო იყო მიშა ესეთი დაზიანებული. და ერთი კიდევ მნიშვნელოვანი დეტალი. ამ კომედიის, სადაც მე გამოდიოდა ნიკა გვარამია, რომ იხრწნება, სახელი დაავიწყდა ხელებიდან ხრწნის და სიდამპლის სუნის და მე ვიდეო სადაც ნელა იპარება დასაცემად მიილწვის. და ხანში შესულ სამედიცინო პერსონალს აფუთხებს, აგინებს, პირის, კიდევ ერთი მაგარი რაღაც გააკეთა, ზელენსკის თხოვა, ზელენსკი და პუტინი, რუსეთი და უკრაინა პერიოდულად ცვლიან ტყვეებს. და თქვა რომ მეო გასაცვლელ ტყვეებში ჩამწერებთ, ანუ ზელენსკიმ უნდა უთხრას პუტინს, უკრაინა უნდა უთხრას რუსეთს, რომ საქართველოში დაჭერილი მიშა გაცვალოს რუს ტყვეებში. აი ეს ხო მაგარი კონფიგურაცია, რატო უნდა გაკეთდეს ეს ამბავი, როგორ, რანაირად უნდა მოხდეს? და ისე სხვათა შორის უკრაინის გამოხმაურება მაინტერესებს მე მაგ საკითხს. ანუ უკრაინას აქვს 200 კაცის ლიმიტი და თუნდაც 100 მიეციო და ის 100 არ წამოიყვანო ის 100-ო. და ისე ამ ხუმრობას რო გავცდეთ და რეალურად დავიწყოთ ვთქვათ ანალიზი უმამდელი პროცესების, რაც ხდებოდა უკრაინაში, არის ძალიან საინტერესო. უმამდელი უკრაინის ვთქვათ პოლიტიკური ლანდშაფტით და კონფიგურაციით ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია მისი ავტორი წავიკითხოთ. ეს იყო მთლიან deep state-ი, რომელმაც დააპროექტა იქაური პოლიტიკა. ამას ემატება ჩვენი სახელმწიფო დამნაშავეები, ყოფილი ნაციონალური მოძრაობის წევრები, ლიდერშიპი, რომელიც უკრაინაში იყვნენ უმაღლეს თანამდებობებზე წარმოდგენილები და ეს ასევე არის deep state-ის აგენტურა, რომელმაც გადასხა აქედან დესანტი საქართველოსდან უკრაინაში. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც deep state-ი ამ რევოლუციურ გეგმებს ახორციელებს, ზოგადად ჩვევიათ ანგლოსაქსებს, რომ სტანდარტიზება ყველაფერი გინდა საგამოცდო მასალები გინდა შაბლონით უყურებენ, იმიტომ რომ სქემა, ბევრი რო არ იფიქრონ, ამ სქემებს არ გებენ სხვადასხვა ქვეყნებს და ვერ არ გებენ. ევროცენტრისტულია მათი მიმართება და სხვა ქვეყნები პატარები არიან რა, შაბლონს მოერგება ხა იქაურ კულტურას ხო არ პატარა რაღაცებს შევცვლით და იქაურ კულტურას ხო არ გაიგებ ხა და ჩახვალ და ეს არის დიდი ჩახლის ამბავი. კიდევ ერთი გამშლოვანი მეგობრებო, ვიცოდეთ დღეს რა ხდება უკრაინაში. დღეს ნაბუ არის ასეთი ორგანიზაცია, რომელიც ამერიკელებს ექვემდებარება. ეს არის ანტიკორუფციული ორგანო, რომელიც არ ექვემდებარება ზელენსკის და პირდაპირ მოდის ზელენსკის მაღალჩინოსნების
კორუფციის პირდაპირ ვიდეოები, მაგალითები და აწვება, ესე იგი ამერიკის გარკვეული ნაწილი, იგივე ის ვინც დანიშნა ზელენსკის დედას უკლავს, რომ გააგდოს. სქემა მარტივია, უნდა ამერიკას ზავი რუსეთთან, ჩინეთთან ეს ომის ფაქტორის გამორიცხვა და ზელენსკის არ უნდა, იმიტომ რომ როგორც კი ზავი დამყარდება, მოკლავენ უბრალოდ, რაღაც დედას უტირებენ, ჩააყუნდებენ და ამიტომ ეს ყველაფერი მიდის. გაუშვათ ლევან სანიკიძე. და მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს რუსთავის ციხეში. ოღონდ არავის არ ეგონოს, რომ მიხეილ სააკაშვილი აქამდე რაღაც კურორტზე ისვენებდა, საპატიმრო დაწესებულებაში იყო, უბრალოდ გადიოდა მათ შორის სამედიცინო დაწესებულებაში იყო, უბრალოდ ხო, რაღაც ბადრაგის კონტროლის შეზღუდული ქონდა მას გადიოდა იმ სახის მკურნალობას, რასაც სხვა პატიმრებიც გადიან, ანუ გამონაკლისი არ იყო მიხეილ სააკაშვილი ამ თვალსაზრისით, მაგრამ ამავე დროს უნდა აღნიშნოთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანა, რა თქმა უნდა, არის დამატებით გამწვავება ვითარება. ხო. რა ვითარება გამწვავდა? სააკაშვილს გადაიყვანეს ციხეზე. ჩამაყენეთ. ხო და რა გამწვავა ამან? იქ რო ქონდა ოროთახიანი ლუქსი, აქ საკანი. აჰა. მე უბრალოდ რა მაინტერესებს, ცი როდის დაიწყებს აკროლებას მისი სქემა. გითხარ იმას, მოგუშხო აკროლებულია უკვე. ჩემი ის არის, რომ იქით კვირის ხუთშაბათს უკვე ჩვენ უკვე გვექნება პირველი სიმპტომები. დაეცა. კი ბატონო, ჩვენ ანუ იქით კვირის ხუთშაბათის განაცემაში თუ მანამდე არა, უკვე ამ თემაზე ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ეს ტაბლიაშულმა რაც დაიწყო, რა თქმა უნდა. გია რომანსი აქვს მიშასთან. Girlfriend-ი, boyfriend-ი. გაუშვით. მტკიცე, ჩვენი გეგმა არის ბრძოლა კი მშვიდობიანი არაძალადობრივი, მაგრამ ამ რეჟიმის არაღიარება, ამ რეჟიმთან დაპირისპირება ყველა კონსტიტუციური მშვიდობიანი მეთოდით, ამ რეჟიმის დასანქცირება, ამ რეჟიმის მხილება, ამ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა ბოლომდე, ქართული ხალხის გამარჯვებამდე. ეს არის ჩვენი გეგმა. ამ გეგმას აუცილებლად ქართული ხალხი მიიყვანს ბოლომდე და ქართული ხალხი აუცილებლად ამ მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდაზე აუცილებლად გაიმარჯვებს და საქართველო იქნება გამარჯვებული, გამთლიანებული, ნატოსა და ევროკავშირის წევრი. რომელი ევროკავშირი და ნატო მთავრდება. კი, როგორც 4 სექტემბერს, 4 ოქტომბერს ერთხელ გაიმარჯვეს, ეხლა გამარჯვებების სერიას, გამარჯვების პალასაზე. არ მოგიტანათ კარგი. ხაჩორის ესენი დგან გამარჯვების პალასაზე. ეხლა ხო, ეხლა. არა, 2013-დან დადგნენ, მაგრამ ეხლა განსაკუთრებით რა, მოზდით და მოზდით. ოვერღი ახალი ამბებია, საკაიფო და კაი ამბები. და ცოტა ხანი უნდა გაერიდო რა, ამათ დაჯახება ეხლა არ შეიძლება. შეიძლება უფრო მეტად დეგრადირდეს ოპოზიცია საქართველოში, როგორც დღესაც. დღეს არის იმაზე მეტად დეგრადირდეს? არა. ანუ უკვე არა მარტო ის მოახერხეს, რომ აი ბოლო ამბავი ავიღოთ, განცხადება რო წაიკითხეს ევროპიდან ნაკარნახევი, ხო? აუ ეგ ტოპ თემაა. ხო, ეგ გიდაშელი იასპარტაკით რო გამოვიდა, მე დავწერეო. მართლა? ხო, ანუ ხო ხტები? მაგდენი ავტორი გამოვიჩნდა უკვე? მე დავწერე იასპარტაკის თემა. მე ზოგი ვიდა ასამბლოს, ზოგი რას ამბობს. მან თავარ თემა არის ის, რომ ეგ მოცემულობა ვერ პრავდება ძალიან მარტივი გარემოების გამო. ანუ რაც მან პრაიმ ტაიმმა დადო, რა ტექსტიც დადო, რომ ეს გადმოუგზავნეს ხა ბრიუსელიდან ჩვენ მოგვაწოდეს, წყარო მოგვაწოდა ეს და ეს ტექსტი არის 10 წუთის შემდეგ რომ ზუსტად იგივე გაისმის. მითითებაც იყოს რომ იყო რომ იგივე უნდა წაიკითხოთ აუცილებლად. ზუსტად იგივე ტექსტი რომ გაისმის ეთერში რუსთაველის გამზირიდან ეხა მანდ მიდი და იმას ქენი რომ რაღაც ჩვენ რა ჩვენით არ შეგვეძლო აღმოჩნდა რომ არ შეგეძლო თქვენით. გარდა ამისა არის მოგიწევთ დირექტივის საკითხი ამბავი რა. აბა დროში მოგზაურობა არ იცის ჯერ არავინ რომ შეიძლება მოგესმინა და მე უკან იმას მე აი შეიძლება მიიღე ინფორმაცია რომ გასკდა ამბავი რა. მოდი ან გადაიტანე, ან მოდი იმდენი იმპროვიზაცია მაინც იქონიე რომ მოკლე ხანში ტექსტი შინაარსი იგივე დატოვე, მაგრამ რაღაცნაირად შეცვალე. გამოსცემ პოლიტიკოსისთვის თემას თუ მისცემ, სამნაირად წაიკითხავს ტექსტს, შინაარსი იგივეს დატოვებს რა. ხო და არ შეუძლიათ არც ეს და ამიტომ ენძრევათ. იმიტომ მონობითი მდგომარეობა არის. ასევე მნიშვნელოვანია შეგვიძლია შევეხოთ ჰერჩინსკის თემას, რომელმაც საქართველოს დაუწუნა სხვა პარამეტრები, რომელსაც საქართველოს, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები ამოწმებენ. ეს არის კორუფცია, ადამიანის თავისუფლება,
გამოხატვის თავისუფლება, პრესის თავისუფლება, ეკონომიკური ზრდა და ასე შემდეგ და დათვლადია ეს ყველაფერი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ინდიკატორების კვლევაში საქართველოს რამოდენიმე ათეულით უსწრებს უკრაინას, ანუ უკრაინას საერთოდ როგორ შევადურდა, ან მოლდოვას. როგორ შეიძლება შევადარო? ხო და იცი რა არის ევროკავშირმა ალბათ ამის ანალიზი ეს იქნება, რომ ევროკავშირმა საქართველოში რაც თავის თავს გაუკეთა, ვერც ერთი ევროსკეპტიკოსი ამას ვერ გაუკეთებდა ევროკავშირს. თავად როგორც მოახდინეს საკუთარი თავის დისკრედიტაცია, როგორც მოახდინეს საკუთარი თქვა დემორალიზაცია, როგორც გაიუფასურეს და გაიბანძეს თავი იმ რაღაცა რეზოლუციებით და იმ სისულელეებით და სიგიჟეებით, ამაზე მეტს ევროპის ყველაზე დიდი მოძულეც ვერ გააკეთებდა რა. მათ ჰერშის განსხვავებაში კიდევ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ევროინტეგრაციისკენ მიმავალი გზიდან გადახვევის უმთავრეს წინაპირობად მან დაასწრა, რომ შენაც ჩამოთვალე ხა კონკრეტული დათვლადი ინდექსები, იმაზე არაფერი არ ულაპარაკია. ზოგადად თქვა, რომ უკრაინა უფრო და მოლდოვა უფრო წინ არიან ვიდრე საქართველო და ერთადერთი რასაც კონკრეტულად შეეხო, ეს არის თურმე ევროკავშირის მიმავალ გზას ბერკეტი ყოფილა გამჭვირვალობის შესახებ კანონი. გამჭვირვალობის შესახებ კანონი, ამერიკული კანონი, რომელიც მოითხოვს უცხოური დაფინანსების ღიაობას, ყოფილა იმის ბერკეტი, რომ ევროკავშირის პერსპექტივა იარსებებს თუ არა საქართველოს. მეორე კანონზეც ახურებდნენ ეგენი LGBT. ხო არა, ამ განსხვავებაში ეგ დააკონკრეტა. ანუ ეს ისეთი ჯოჯოხეთური კანონიაო ეს. გედი ფოფხაძე აუცილებლად რელიგიურ მარაზმში გადავარდა და ექსტაზი აქვს ნაგლეჯი. ექსტაზი აქვს ნაგლეჯი და მარაზმშია გადავარდა. თქო. იგივე мама დოროთემ როცა გვაზიარა მაშინ თქვა ეს ფრაზა და ჩემთვის ძალიან ხლობელი ფრაზაა რომ ჩვენ ქრისტიანული გზით უპირისპირდებით ბოროტებას, იმიტომ რომ ეს არის მშვიდობიანი ბრძოლის ფორმა. მე ამ შემთხვევაში მგონია რომ ჩვენ სწორი არჩევანი გავაკეთეთ და რაღაცა წინაპირობები და დისკუსია ამის თაობაზე ოპოზიციაში მგონია რომ არ არის აუცილებელი, იმიტომ რომ ოპოზიციური ფლანგი ყველა იბრძვის ისე როგორც თვითონ თulis საჭიროდ. მამა დოროთე თუ აზიარა და მამა დოროთე თუ არის სპავედნიკი, ანუ სულიერი მამა, ამათი შორს წავლენ რა. პეტრე კოლხი უნდა დაიმატონ. პეტრე კოლხი აღარ არის, ხო იცი? ხო და უნდა დაიმატონ. პეტრე კოლხი მეუფერო იყო პეტრე. და მეუფე პეტრე. პატრიარქს საშნელებები. და შეიქმნება ტრიადული სისტემა. ტრიადა და ეგ არის. ხო დაუკვირდი. მამაღმერთი. ხო, პეტრე კოლხი ხო ოპოზიციაში გადავიდა ძალიან საზარდო. პეტრე კოლხმა რწმენა დათმო იმის ბრენდული სამოსის გამო, კაცო. არა, ეგ გავიგე, მაგრამ ხო გვაკრიტიკებს ჩვენ კონცეფტს. ია, ბარაშო. ბიჭო, ადამიანმა რომელმაც საკუთარ რწმენაზე, ასკიზაზე, ყველაფერი ამ თელ იდეოლოგიაზე უარი თქვა, იმიტომ რომ ჩემი მთავარი ცდუნება არის შოპაჰოლიკობაო. ამას ვერ ვამბობთ ეხლა. რა შუაშია ეგ? ამას მე ვერ არც უტრიდებ არაფერი, შოპაჰოლიკი ვარო ბიჭო. ვერ დაძლიეს სცენი, ხო? ანუ სადმე რომ გავული რაღაც უნდა ვიყიდო ზმანებზე გაცვალა სულის ხონება. მენა ბიჭო, ეკლესია და აღსარებაზე რომ მიხვალ მაგასთან და ვიღაცა რომ მივა და ამ შემთხვევაში ზმანებში რომ გაწვლის შენ საიდუმლო. ზმანებზე. ოღონდ აი საშუალოდ რაღაც ისეთ. მეგობრებო, ძალიან ეგ რომ მილანში გავუშვა მაგრა საშოპინგოდ. ზემოთ მინდა მივაქციო გოგოების ყურადღება. დღეს მე ბოლომდე კარგად არ ხონდა ნანახი. გურიზე და მის მეუღლეზე $300 ბოტასებზე რო ვიდეოა. ჩამიგდეთ, უნდა გაუშვა აუცილებლად იპოვეთ რა. Просто მეგობრებო, რა შეიძლება პეტრე კოლხი შეკვეთილი ვიდეო. მე ვიდეო ნახე, ჩამიგდა. ძალიან და სხვა შორის ეს აიფაქტი. მე არ მინდოდა, სხვა შორის არ ჩერდება. დებენ და ყოველ დღე იგივეს დებე, ხო და ვერ აიფაქტში ნახეთ, აუცილებლად გასაშვებია, ოღონდ ძელი ვერსია, სადაც მეუღლე არის მისი მონაწილეობს და აი
ანუ საუბარია რომ ერთიანად არა ერთამე ერთიანად ერთიანად შეიძლება ბინაზე არა ბინას თავი დაანებე მე მეგონა მარტო ბინაზეა ბიჭო ოჯახის დატოვებული ბინა გავყიდე და ვიყიდე არ გაბედო არა ერთი წუთით კაცო ბინები ეს გასაგებია რომ ძალიან ბინა კი არა სახლი კი არა ბიჭო იცი როგორ უნდა გაუშვა ისა აი პროსტო უნდა გაუშვოთ რომ მე არ მქონდა ნანახი გოლდენ გუსები ჩემთან მეუნებოდა რომ ესო რა არის ოღონდ ეს არის საგამოძიებო არის ეს არის საგამოძიებო ჩამიგდეთ რა რაღაცა რომელმაც რა ჩამიგდო ის არის მე რო ვამბობ მინო საჩამიგდო აგე ჩამიგდო ანა მაიცა ხოდა მანამდე მაშინ გაუშვდა აგა აქ უკვე ანგული და იტალიური მაღალი კლასის ბრენდებით. მათ გარდერობშია $500 Hugo Boss-ის ჩვენ გვაჩვენე ბრავო $500 ზანგბალეში ხო ჩემოძბა ბოსის და რომელი ბოსი $500 ტყავი არ შეიძლება რომ ეს იყოს. ნუ ტყავი არა ტყავია უბრალოდ აუტლეტში არის ნაკიდი და არის ბიჭო რა გითხარი? კაი ტყავია ხო $500 Golden Goose-ის ფერს. არ გითხარ ხო რა 500 მოის მე მიმალა მაგის მაიცა მაიცა ესეთ მაიცა ხოდი ფიერლოს ლაბადა. ამ ლაბადით იყო წარმოდგენილი გურის ცოლი ქართული ოცნების ქალთა ორგანიზაციის კონფერენციაზე. რა ლაბადით საჯარო მოხელეების დამალულ გავაჩეროთ რა. არა მე მოიც სხვა პრედიავა მაქვს მე ძმაო შენ თუ ესეთ ფუფუნა ბიჭი ხარ ამ ხელა ფუფუნებაში ცხოვრობ აი ფაქტმა უნდა გამაგებინოს მე არა გოლდენ გუსიო ბიჭო ყველას როაცია ვაფშე შენ გაცვია ძმაო მე არ მაწვი არ მევასწრებ ო იმიტომ რომ არ გაქვს მაგის ფუფუნება და ვარსკვლავებიანი ფუფუნება შენ გაცვია თუ შენ მეუღლეს არა მე მაქვს ორი გოლდენ შენ ხარ ბიჭო 33 წლის ხარ ამ ხელა კაცი ხარ 55 წლის კაცი ვარსკვლავიანი ბოტასი არ მინდა რომ ჩავიცო რა გავაკეთო ბიჭო არა ეს არ შეიძლება ბიჭო კიდე ეს არ შეიძლება მანამდე ძვირიანი სუნამოებია $500 იცი მოიცა იქნებ არ გინდოდა გაბაზრება ყავის ქურთუკით რომ დაიარებოდი იცი რომ ის $500-იანიო ბიჭო $1300 კურტკა შალვა ხელფასი აქ იმდენ იცით ვიცი ზუსტად რამდენი არა პროსტო არა აღშფოთებული ვარ ხო და უფრო არ გაშფოთებ ნიშნამოები რო აქ იცი ეგ არ ვიცი რა ვერ გამოიძიეს ანუ ისე ძვირიანი საქორწინო ბეჭედი მიგეცია კიდე ნებისმიერ საქორწინო ბეჭედი მიგეცია მედიაში ნოდარა მელაძეს შეხედეთ რა აცია იმას კი არის რომ გემოვნებითაცია ნიკა გვარამიას პატრონები როგორ ბედავთ საერთოდ რომ ნიკა გვარამიას დედა რო ვატირებ მაგის უგემოვნო დედა ვატირებ მაგრამ მაგის მე როგორ ბედავთ ვინმე ტანსაცმელზე ტელევიზიაში რა ტანსაცმელზე ბიჭო რა სიდიჟი არის მან ძალიან შეუანი არის კიდე არ მოდი არ დავწუნვანდეთ მარტო მაგალითად არ გამოვტოვოთ ჩვენ რომ იპოთეკით ناقიდი ბინაც წამოაძახეს ძმაო შენ გაქვს იპოთეკით ناقიდი ბინა ის კი არა რომ პირდაპირ მივიდა და იყიდა იპოთეკით აქვს ძმაო კაცნა პირდაპირ იყიდა და არა ნუ რაღაცა ვიცი როგორ არის რაღაცა ადეკვატური უნდა არსებობდეს რა გასატრაკებელია გაახურეთ მაგრამ ეს რა არის რა მოდი თინახიდაშელი გავუშვოთ რომელს დაიბრალა მე დავწერე ეს ტექსტიო და გავუშვით და ამიტომ არ ვიცი სინამდვილეში ეს არჩევნები იქნება თუ არა მაგრამ ამ თვითონ რომ მაგისთვის ემზადებიან ამაში ეჭვი არ და ამისთვის ალბათ უნდა მოემზადოს ასევე ოპოზიციური პოლიტიკური პროცესიც მათ რაღაც ტიპის პროცესი უნდა დაიწყოს რომ ამ სცენარისთვის მზად იყოს ალბათ დამეთანხმებით მადლობა თქვენ მადლობა ხო მე დიდი იმედი მაქვს რომ ამისი მზაობა ერთის მხრივ არსებობს ოპოზიციურ პარტიებში მზაობა მე მგონი არსებობს როგორც ადგილობრივი არჩევნების დროს არსებობდა მზაობა მაგრამ ის რაც არ არსებობდა მაშინ და მე ვფიქრობ ჯერ კიდევ არ არსებობს ეს არის პოლიტიკური გამბედაობა და პოლიტიკური გამბედაობის გარეშე პოლიტიკურ პროცესში წარმატება არ არსებობს ჩვენს ოპოზიციური პარტიების უდიდეს უმრავლესობას პოლიტიკური გამბედაობის პრობლემა ადვილად ექცევიან ბულინგის ქვეშ აი ესეთი ემოციური ხუთწუთიანი ბულინგების ქვეშ და იმის ნაცვლად რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი შესთავაზონ საზოგადოებას ამ ბულინგს დაქვემდებარებულები იწყებენ შემდეგ მოქმედება რატო არის მით რომ ლიბერალური დემოკრატიის ხანა დასრულდა
ლიბერალური დემოკრატიის აკვანში. რაც არ უნდა დღის წესრიგი შესთავაზოთ, ამ დემოკრატიაზე დაბრუნებული დღის წესრიგი აპრიორი ჩავარდნილია. ოღონდ დღის წესრიგს ვერ თავაზობ, უწესრიგობა რო შესთავაზო შეიძლება, მაგრამ წესრიგი გამორიცხული ამბავია. ბიჭო, აი უყურე, ტრამპმა თუ დააწყა ვენესუელას. ამერიკა ხო გამოეთიშება ამ კონტინენტს საერთოდ რა. თავისი SVO გაუჩნდება რა. და ანუ არ მესმის რაღაცებს, რატო ვერ უყურებ? თამარ ჩერგოლეიშვილი რატო არ გაუშვი? არა, გვაქვს საშუალება რომ გაუშვი. არის საშუალება. გაუშვი. აი ამ ბულინგს ვოზდუხობშის რომ თავზე სხვა პარტიის ბელადის რაღაცებს მათხატავენ და მე ამასაც ვერ ვიშორებ, გვერდიდან ბიძინას მოვიშორებ? რა სისულელეა? ანუ ავტოკრატია ჩვენგანაც გასატანია. და თუ ახლა, ავიცი, ამ საქმეში მუდმივი მტრები და მეგობრები არ არსებობენ ემა. ამ საქმეში არსებობს ინტერესები. ამ ჩვენი ინტერესია რომ დემოკრატიული ძალები გავაერთიანოთ. თუ სააკაშვილი უცებ გადაწყვეტს რომ გამოჯანსაღდეს რეალობა მიიღოს, რომელსაც ის უარყოფს. დღემდე უარყოფს რეალობას, სადაც ის არ არის ერის მამა და საყოველთაო ლიდერი და აღარ ყავს მრავალრიცხოვანი მხარდამჭერი და ასე შემდეგ. ხო, მე გვერდზე გავიწევიო საერთოდ. ეს ყველაფერი ხო ტყუი, ყველაფერი ამსახურება. ერთადერთი რაზეც სააკაშვილი ფიქრობს, არის რომ სიტუაცია დააბრუნოს 2012 წლამდე პერიოდში, სადაც თვითონ ექნება აბსოლუტური ძალაუფლება და გააკეთებს იმას, რაც უნდა. წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელია რომ ასე დამართოს და მარტო ვერ გააკეთებს ამას. ისე სხვა შორის იმაში მართალს ამბობს, რომ სააკაშვილი მართლა მაგაზე ოცნებობს, რომ 2012-ში იყოს და დაიწყოს სამოქალაქო ომი. ამას ხო აჯობებდა რა. თამარა არის სოფლიოში ყველაზე აროგანტული ადამიანი. ანუ თამარასთან ურთიერთობა. თამარა რას იზამდა მაგ შემთხვევაში გააგრძელებდა სააკაშვილის გაправებას. ციხის კადრები გააправებდა სამოქალაქო ომსაც. მაგრამ თვითონ თამარა როგორ ბედავს და ვიღაცის რეალობაში არ არისო. თვითონ რატო ხო უსწორებს ეს პოკერია ეს სასტავი უსწორებს თვალს რეალობას რა დებილობა პარტია რო გააკეთეს და ვაფშე არავის თუ არ არის ჩერგოსაც ზუსტად 2012 წლამდე პერიოდის დაბრუნება უნდა ოღონდ მიშას მაგურაც რომ ან თვითონ ან გიგა იყო ხოძე ან მიშა იყოს და არ გაიფუჭებდა ურთიერთობას მაგ პერიოდის მიშა აი ის მაო შენზე არის გამოჭრილი გია ბუგაძის პრაშალნი გედის იმერ არ კარგს ამბობს ნახე გავუშვით არა გაიგონო რომ ბათი ბედი წდება თორე მე დავასრულე მე ამთავრე დაქანების მივდივარ თქვენი მომავალი საერთოდ მომავალი არ გექნება და იქნებ თქო მომსახურე დაქანებულ ადამიანზე რატო ამბობ ანუ მისი რენესანსი რომელი პერიოდი იყო საბჭოთა კავშირის დროს და რა შექმნა ლენინის ბიუსტი ხო კი არა და ანუ თუ რა ვიცი არა მისი რენესანსი მეორე ცხოვრება როცა სამხატვრო აკადემიის რექტორი იყო და ერთმანეთს აფურთხებდნენ იქ პერფორმანსებს რა მაშინ იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისა რა ქვია მერე ბიძინა იმაშვილი მოვიდა ხელისუფლება მოვიდა სამხატვრო აკადემია სხვა შორის ძალიან კარგად არის გარემონტებული ანგელოზივით ძალიან კარგად გამოიყურება ხო მაგრამ ნუ ეხლა ეს ეხლა გია ხუხაშვილი გვინდა კი იმიტომ რომ მაგრა დაგეხმარებით გჭირდება განახლება ხო სერიოზული სისხლის გადასხმა გჭირდება ამ პოლიტიკურ ესე რომ ვთქვათ კლასში და დახმარება გჭირდება დაგეხმარებით არ არის პრობლემა ხო დაგეხმარებით მე ვიქნები ბევრი დაგეხმარებათ მაგრამ აი ეს ამბიციები სად გაგიქრათ ვერ გავიგე რა ეს დაწერები და ის რა გინდოდა მოვიდოდიო და მე ვიცი მაგრამ ამის დახმარება ძალიან ძალიან ჩაულებრივი თბილისელი ხო ბიჭო მაგარი ვაშკაცი და ხო არაფერი კრიმინალი და ის არის კაი ბიჭია ძალიან რა ხო მე დაწუნებული ჩენი აქ სალაპარაკო არ არის ნუ გარჩე რა შევიდა თავისი სიტყვა თქვა კი როგორც ესმის და როგორც ხედავს ეგრეთ არის ეს უწუკი ეს პრიშიკი თუ და ოღ ხალი მაყუთების თემა მაგრამ ამის დახმარებული ხელახლა ხო დასახმარებული აი რა უნდა დაეხმაროს ეს არის ხალხს რო გააგდებს ახლიდან და მე რომ მაინც გეტენება და ბოლოს რო გამწარდება შენზე და რაღაცებს რო ლაპარაკობს ხუხსონვანდება ხო დიდი მადლობა მეგობრებო ძალიან საინტერესო ყურადღების დათმობისთვის თქვენგან ჩვენ ერთმანეთს შეხვდებით ამ ფორმატით ორშაბათს მადლობა ყურადღებისთვის ნახვამდის და მე და ბაჩო კვირას ხო საინტერესო გადაცემაში